ახალ ამბებს მოუყვება რა ხდება მეშახტეთა ქალაქში გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ინგა გისმენ. მოგესალმები დიანა, მეშახტეთა ქალაქი გლოვობს გუშინ მომხდარ ტრაგედიას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ შახტასთან, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. ეს არის შეფესე სახნახშირი GIG ჯგუფი ელიზბარ მინდელის სახელობის შახტა ტყიბულში. დღეისთვის ფუნქციონირებს ორი შახტა, რომელიც არის გაერთიანებული. ეს არის ძიძიგურის და მინდელის შახტები. სწორედ მინდელის შახტაში მოხდა ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. ჩემთან ერთად აქ ყოფებიან ადამიანები, რომლებიც გვიყვებიან თუ რა გაუსაძლისია მათთვის შახტაში მუშაობა, მაგრამ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ სხვა სამსახურის შოვნის შანსი, არ გააჩნიათ სხვა არანაირი შემოსავალი, ისინი არიან იძულებულები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იშოვონ ის თეთრები თუ ლარები, რომლითაც უნდა არჩინონ ოჯახი. შენ წეგან საუბრობდი, მე გისმენდი ბოლო პერიოდის უბედურ შემთხვევებზე, აი მაგალითად მე შემილია დაგისახელო 2009 წელს აქ ამ შახტაში მოხდა აფეთქება, 9 კაცი დაიწვა, გარდაიცვალა 4. 2013-ში მოხდა ასევე აფეთქება, 6 კაცი დაიწვა, გარდაიცვალა 2. 2014-ში უბედური შემთხვევის შედეგად ძიძიგურის შახტაში გარდაიცვალა 2 ადამიანი. აქ როგორც მიყვებიან, ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალებულა თურმე 1961 წელს, როცა აქ ამ შახტაში მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც 37 ადამიანი ერთდროულად გარდაიცვალა, 7 მუშა და ასევე 3 ბრიგადის სრული შემადგენლობა 10 კაციანი სამთომაშველების, ანუ სულ 37 კაცი. ანუ რთული წარმოსადგენი არ არის, რამდენად რისკის ფასად უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა. ეხლა ჩემს გვერდით იმყოფებიან მეშახტეები, პირველ რიგში მე ვთხოვ ოპერატორს გვაჩვენონ, აქ მობილიზებული არის ქართული მედია, აქ არიან შახტის მეშახტეების წარმომადგენლები, ჩემთან ერთად იმყოფებიან ლევან ბეშქენაძე, მირიან იმედაძე, აქვე სადღაც უნდა იყოს კიდევ ერთი ახალგაზრდა 26 წლის მეშახტე გიორგი მიგინეიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ თურმე 26 წლის ბიჭი 8 წელია უკვე ამ შახტაში მუშაობს, ისევე როგორც ლევანი, რომელიც სხვათაშო თუ მირიანი უკაცრავად. აი ჩემთან ერთად არიან ახლა ლევან ბეშქენაძე და მირიან იმედაძე. მე მათ დავუსვავ კითხვებს და თქვენ თავადვე შეგეძლებათ მოისმინოთ, რამდენად მძიმეა ამ ადამიანებისთვის შახტაში შესვლა. მანამდე კი გეტყვით ერთს, რომ მაგალითად ლევანი არის თურმე ჩვენი კოლეგა, პროფესიით ჟურნალისტი და ის დღეს მუშაობს მეშახტეთ. რა შეგიძლიათ გითხრათ მომხდარზე ლევან პირველ რიგში და მე უთხარი დიანას, რომ თქვენ ასეთი რამ მომიყევით, სხვა სამსახურის შანსი ამ ქალაქში უბრალოდ არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ უნდოდეთ ადამიანებს, მაგრამ უწევთ აი ამ მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობა. რა თქმა უნდა, ყებული და გარშემოსოფლები, ანუ უკრიბასაც ვეძახით, ჩვენ ჩამოკიდებული არიან შახტაზე. ეს არის საწარმო, რომელიც ამ ქალაქს და ამ რეგიონს არჩენს და ანუ არცლის ამ რეგიონს ადამიანებისგან. ასე თუ ისე ინარჩუნებს კატეგორიას ადამიანებისას. ერთადერთი ადგილია შახტა, სადაც აქაურებს შეუძლიათ, რომ სამსახური იშოვონ, ხო და ოჯახი არჩინონ, პურის ფული იშოვონ. პურის ფული იშოვონ. გარდა ამისა, ეს ტრადიცია არის ამ ქალაქის, ამ შახტის გამო დაარსდა საერთოდ ეს ქალაქი და ეს არის რაღაც გენეტიკურად მოგვდგამს რა ჩვენ მეშახტეებს, ანუ უმეტესობა ნაწილს ჩვენი მამები, ჩვენი ბაბუები, ჩვენი ბაბუის მამებიც აქ მუშაობდნენ ამ შახტაში. და ანუ ეს არის რა ტყიბული არსებობს ამის გამო, ამ ინდუსტრიის გამო, ნახშირის გამო რა, ანუ მოპოვების გამო რა. აი მომხდართან დაკავშირებით მინდა მკითხოთ, აი მირიანს მე წეგან ვესაუბრებოდი და მან მითხრა, რომ 30 წლის ვარო და ისიც თურმე 8 წელია ამ შახტაში მუშაობს. ვის აკისრებთ თქვენ ორივე პასუხისმგებლობას გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევაზე? პასუხისმგებლობას ვერავის ვერ დავაკისრებ ამჟამად, იმიტომ რომ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები და ნელ-ნელა გაირკვევა რა მოხდა იქ ძირითადად და ყველაფერს გამოვარკვევენ აუცილებლად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ალბათ ზედამხედველობის სამსახური და როგორც გარკვეულია უბნის უფროსის მოადგილე ახედათ და იქით გარდაცვლილია მათთან ერთად. და ვერ გაითვალისწინეს ის სრული დაზღვევა, რაც უნდა გაეკეთებინათ, რომ ჭაური ჩავარდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაზღვევაზე გამახსენდა, თუ შეიძლება არ წახვიდეთ, იყავით ჩემთან ერთად დიანა. საინტერესოა ის, რომ როგორც გავარკვიეთ ამ კონტრაქტი დაზღვევა ამ უბედური შემთხვევის შემდეგ თითოეული მეშახტის ოჯახს გადაუხდის სავარაუდოდ, ნუ ყოველ შემთხვევაში დაზღვევის პირობები ასეთია, 10,000 ლარს, ანუ 10,000 ლარი ღირს ერთი მეშახტის სიცოცხლე სახელმწიფოსთვის, დიახ, ლევან.
საშინელება არის, ესე არ უნდა იყოს და მე ვფიქრობ რა ყველა ესე ფიქრობს ამ ქვეყანაში უბრალოდ ამ ადამიანების მობილიზება არ ხერხდება აუცილებლად უნდა შეიცვალოს სისტემა მკვლელი სისტემა როცა ამბობ რა ნიშნავს იმას რომ ამ სახელმწიფოში და ეს ხელისუფლება არანაირად არ ზრუნავს ადამიანების ფიზიკურ გადარჩენაზე ესენი ზრუნავენ მხოლოდ ფულზე მოგებაზე მე მინდა უბრალოდ გავარკვიო და დავაზუსტო და დამიზასტუროს გიორგი გახარიამ რას ნიშნავს ტერმინი ტექნოლოგიური კატასტროფა რა აი ამას ვერ ხვდები რა ჩამოვიდეს რა ეგ აქ იყო გუშინ რა და გუშინ გააკეთა მგონია განცხადება ტექნოლოგიური კატასტროფა რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ეს განმიმარტოს როგორც უნდა რა მაგან და ძალიან ბევრი იმ ადამიანმა ვინც წინააღმდეგობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში შრომის ინსპექციის რეალურად შექმნას რა თქვენ ფიქრობთ რომ შრომის ინსპექცია არის რეალური გამოსავალი და ერთგვარი პრევენცია რომ არ მოხდეს ასეთი უბედური შემთხვევები პრევენცია ეს არ არის 100%-იანი პრევენცია მაგრამ ეს იქნებოდა ამ ბიჭებს ამ 4 ადამიანს რომელიც გუშინ საღამოს ტყიბულში დაიღუპა ამ ადამიანებს 1% მაინც იქნებოდა გადარჩენის შანსი რომ ის ნორმალურად ფუნქციონირებდეს რა აი ის ინსპექცია რა ინგა ტექნიკური პრობლემები იყო უსაფრთხოების ანუ ტექნიკურად არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები თუ ამ ადამიანებს არ ეხოთ რაღაც გამოცდილება პროფესიონალიზმი იქნება შემდეგ პროფკავშირების ხელმძღვანელი რომელმაც ჩვენთან წეგან საუბარში ისაუბრა სწორედ ამაზე მას გაუჩნდა ეჭვი რომ არ იყო ისეთი უსაფრთხოება დაცული არ იყო გადაზღვეული ეგ ისე სიტუაცია ადგილზე რამაც შემდეგ გამოიწვია უბედური შემთხვევა ბატონი თამაზი ალბათ 2 წუთში უკვე თავადვე შეკითხვებს გასცემს პასუხს მე ხლა ამ კითხვას და უსვამ ჩვენს აქ მყოფ სტუმრებს მირიან ანუ რაზე გაქვთ ეჭვი რომ არ იყო იქ დაცული უსაფრთხოების ნორმები და ამიტომ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა ასე ვფიქრობ მარტო ჩვენ გერად ყოველი თითოეული ჩვენთაგანი ამას ვფიქრობს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჭაური სადაც რემონტი მიმდინარეობდა იმჟამად გადაჭრილი ჰქონდათ ბაგირი და იმის რემონტის დროს რაზედაც იყო დაგდნობილი ეს საგდებმა ვერ გაუძლოდა ამ შემთხვევაში უნდა ქონოდათ აუცილებლად სადაზღვევო რემნები რომ ჰაერში ან დარჩებოდნენ და ყოველ შემთხვევაში სასიკვდილო და არ ქონდათ მათ ეს სადაზღვევო რემნები ქონდათ ეს არ ვიცი და როგორც ადმინისტრაცია ასადებს რომ ყველაფერი იყო იქ და ალბათ თვითონ გაკეთებული არ ქონდათ არ ვიცი 15 წლიანი 20 წლიანი და 30 წლიანი გამოცდილების ადამიანები მუშაობდნენ იქ და ამ შესწავლას ვერ დაუშვებდნენ ამაში დაწუნებული მირიან კიდევ მექნება მე თქვენთან კითხვა მანამდე ლევან თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ან რა ეჭვი გაქვთ ან რა მოსაზრება ანუ ეს გადაზღვევა უსაფრთხოების არ მოხდა ისე მიუშვეს ეს ადამიანები ამ სამუშაოს შესასრულებლად როგორც აღმოჩნდა რა ამ დილით გაირკვა რომ თურმე ეს რემნები არსებობს მაგრამ ამ რემნებს არ იყენებენ ან არავინ იყო ისეთი რომელიც ეთხოვდა ამ ადამიანებს რომ ეს რემნები აუცილებელი არის რომ გამოიყენოს რა არა და ისინი იყვნენ პროფესიონალი მეშახტეები 15 წლის განმავლობაში ამ სამუშაოს ასრულებდნენ და ისინი არ იყვნენ გამოუცდელები რა 100 ჯერ გაუმართლათ 100 მე ერთად აღარ გაუმართლათ რა აი ეგ არის რა მეტი არაფერი აქ მე მოვისმინე კიდევ წეღა როდესაც თქვენ საუბრობდით რომ თქვენ გქონდათ პრეტენზია რომ მუშებზე არავინ არ ფიქრობსო და სახელმწიფოს რა პრეტენზიას წაუყენებთ ხო როდესაც მე კითხეთ თქვით რომ ისინი ზრუნავენ მხოლოდ იმაზე რომ ბიზნესი განვითარდეს მაგრამ არავის არ დადებს მუშები ეს ასეა თუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაზვიადებთ ჟურნალისტები მირიან რა სიტყვით ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე და გაფიცვები როდესაც ტყიბულში მიმდინარეობდა სრულიად კარგად მახსოვს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ასე გაგვიცხადა ოცნების საუკეთესო მომავალი ბიზნესის თავისუფალი გასახანია და სადმე ექანება ეს ბიზნესი და რას აპირებენ ბოლოს და ბოლოს რომ ყველაფერი ამ გაწივრებული და საცოდავი ადამიანების კისერზე გადადის ვიღაცამ ალბათ ყურადღება აუცილებლად უნდა მოგვაქციოს და ის შრომის ინსპექცია რასაც ამდენი ხანია ჩიჩინობს ხალხი და ეხორცება რომ შეიქმნას და ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს რომ ასეთ უბედურება აღარ მოხდეს და გაითვალისწინოს ის ყველაფერი რომ ადამიანები იღუპება და ხალხი შეერიჩდება და რა ვიცი თქვენ მე მითხარით რომ სამი შვილი მყავს და ოჯახი მყავს სარჩეინ და ამიტომ ვარ იძულებული რომ თუნდაც ასეთ პირობებში წავიდე და შახტაში ვიმუშაო შეგიძლიათ იგივე თქვათ ახლა რა თქმა უნდა ანუ სხვა სამუშაო შანსი აქ არ არის ტყიბულში ამჟამად არაფერი არ არსებობს წარსებობდეს 1200 კაცი მუშაობს და დარწმუნებული ვარ შეიძლება 300 კაციც არ დარჩეს იმიტომ რომ არავის არ აქვს იმის სიხარული რომ 50-50-ზე საკუთარი სიცოცხლე შახტის გამო საფრთხეში დააყენოს და შვილები უპატრონოდ დატოვოს ლევან თქვენ რა სიტყვით ამას რა თქმა უნდა ამ ქალაქში რამე სხვა საშუალება იყოს ალბათ მართლა
ესეთი ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა შახტაში მომუშავე რა, ანუ ადამიანები ვორს იტყოდნენ ამ სახიფათო სამუშაოს შესრულებას. ანუ რა გამოდის, იცით რომ არის სახიფათო, იცით რომ არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული და იმიტომ რომ ფული გჭირდებათ, მაინც მოდიხარ? რა თქმა უნდა, ზუსტად მაგით, იმიტომ რომ ვიცით, შიმშილით, ასე ვთქვათ რა, შიმშილით სიკვდილს გვირჩევნიათ, რომ ჩვენი ოჯახები და რაღაც ის მინიმალური რაც არის, ანუ კომპანიის კეთილგანწყობა მე რაღაც ვიცი რომ ერთ ადამიანზე მოხდა ესე რომ როგორ დაიცვალა ადამიანი, რაღაც იმის ხელფას ბავშვების სრულწლოვანების გახდომამდე უხდის კომპანია რა. და ეს გიღირთ, ამათ გიღირთ მუშაობა? ხო და ამას ვამბობ რა, რომ ანუ აქ ეგ არის რა, ანუ ჩვენი სიცოცხლე არაფერი არ არის ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებისთვის და არაფერს არ წარმოადგენს რა. უბრალოდ ჩვენ ვართ ფიზიკურ გადარჩენაზე რა, დამოკიდებული რომ უბრალოდ ორი მივიტანოთ სახში რა. გვეყოლება იგა ხელისუფლების არაფერი არ არის აქ რა. ეს არის ჯუნგლის კანონი, ეს კანონი სადაც აუცილებლად ესე უნდა მოხდეს. დიახ, დიანა, დიახ, დიანა. გვეყოლება ხელისუფლების წარმომადგენელი გადაცემაში და აუცილებლად დავსვამთ ამ შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა ინგა გრიგოლიას და მის სტუმრებს და მე ვიცი რომ ის რეაქციისთვის მუშაობს ეხლა ყიბულში და პროჟექტურაში არიან გადასვენებულები, გუშინ გარდაცვლილი მეშახტეები და სავარაუდოდ საღამოს 7 საათისთვის მათ ჩამოასვენებენ ყიბულში. ჩვენ ვჩებით ადგილზე და რასაკვირველია, ყველა ინფორმაციას მოგაწვით, ვემზადებით ასევე პარასკევის რეაქციისთვის, რომელიც დაეთმობა მთლიანად 2 საათის განმავლობაში ამ ადამიანების პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა ინგა გრიგოლიას რეაქციის ავტორს და წამყვანს, რომელიც ყიბულიდან გვერდებოდა და იქ დასაქმებული ადამიანების მოსაზრებები მოვისმინეთ, ასევე პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ. ისინი საუბრობდნენ უსაფრთხოების კამრებზე, შრომის ინსპექციაზე, პრობლემებზე, რომელიც მაღაროში მუშაობას ახლა